თბილისის 45 საჯარო სკოლაში მოძრაობა დავითიანის ლიდერთა კლუბის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი 2007 წლიდან ურთიერთობს ახალგაზრდებთან არაფორმალური განათლებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლების კუთხით. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში ამ დროისთვის დედაქალაქის სხვადასხვა სკოლაში 20-ზე მეტი ახალგაზრდული კლუბი ფუნქციონირებს. დღევანდელი ღონისძიება თბილისის 45 საჯარო სკოლის ლიდერთა კლუბის წევრების ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას მოძრაობა დავითიანის წევრები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ლიდერთა კლუბის წევრებმა წლიური ანგარიში წარმოადგინეს. მოძრაობა დავითიანის წარმომადგენლებმა ისაუბრეს განხორციელებულ აქტივობებზე, ჩატარებულ კონკურსებსა და იმ გამოცდილებაზე, რომელიც ახალგაზრდებმა საკლუბო საქმიანობის პერიოდში მიიღეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სკოლის მხარდაჭერისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე. აქ შეკრებილებმა მოძრაობა დავითიანის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. დავითიანის არაერთ პროექტში მიგვიღია მონაწილეობა, წელს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა ჩვენ სკოლას დავითიანის პროექტებმა, აქტიურობდნენ მოსწავლეები. დავითიანი ჩემთვის არ არის მხოლოდ ორგანიზაცია, ეს არის ერთობა, სადაც აერთიანებს არაერთ ნიჭიერ, აქტიურ, მოტივირებულ ახალგაზრდას, მათ აქვთ საშუალება განახორციელონ ის იდეები, რომელიც აქ დავითიანში იბადება, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ცდილობენ წარმოაჩინონ თავის ცოდნა, გამოცდილება და საკმაოდ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, დავითიანის როლი სასკოლო ცხოვრებისთვის. უმნიშვნელოვანესია ვთქვა ისიც, რომ დავითიანი ამ მოსწავლეებს აძლევს, ამ ახალგაზრდებს გამოცდილებას, თანადგომას, გუნდურობას და პასუხისმგებლობის ძალიან დიდ გრძნობით აჯილდოვებს. საბოლოოდ ჩვენს თვალწინ იბადებიან ეს მოსწავლეები, როგორც ლიდერები და ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდებიან. მე მინდა მადლობა გადაუხადო დავითიანს იმ აქტივობებისთვის, პროექტებისთვის, რომელიც წლის განმავლობაში განახორციელა მან და საშუალება მოგვეცა ჩართულები ყოფილიყავით ამ პროექტებში. დავითიანში ამ ეტაპზე მიმდინარეობს კლუბების დახურვის შეხვედრები, სადაც 30-მდე სკოლა იღებს მონაწილეობას. ამ შეხვედრების განმავლობაში, ერთ წლის განმავლობაში ჩატარებულ პროექტებზე ვსაუბრობთ და ამ შედეგების გაზიარება ხდება. გარდა ამისა, დავითიანმა დაიწყო უკვე როტაციების პერიოდიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავითიანის პრეზენტაციას ვატარებთ ახალგაზრდებში, ვინც სექტემბრიდან უკვე გახდება ჩვენი წევრი და განახორციელებს იმ პროექტებს და აქტივობებს, რასაც დავითიანი მათ თავაზობს. მონაწილეები შეერჩევიან კონკრეტული კრიტერიუმების და სამოტივაციო საფუძველზე და უშუალოდ შერჩეულ მონაწილეებთან იგეგმება ასევე გაცნობითი შეხვედრა დავითიანში. დავითიანი გვაძლევს ძალიან ბევრ საშუალებას, მაგალითად იმის, რომ მივიღოთ განათლება სხვადასხვა რელიგიებთან დაკავშირებით. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა რელიგიის წარმომადგენლები ვართ, ეს არის ტოლერანტობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგალითი. არა მხოლოდ განათლების ფორმალურობა გვაქვს დავითიანში, არამედ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივიღოთ სხვადასხვა პიროვნული თვისებები, როგორც არის გუნდურობა, ერთმანეთის პატივისცემა, დაფასება, სიყვარული და ეს არის მთავარი დავითიანის დანიშნულება და მთავარი მიზანი.